დავის გადავწყვიტე რომ ევროპარლამენტის შენობიდან ჩავწერო ეს ვიდეო და მინდა თქვა ერთი რამე რა. დღეს გამოგვიცხადა ხელისუფლება ურცხვად რომ თურმე მკვლელი გენერალური პროკურორი ყელია. რა ჩვენ რო ვეუნებოდით თვალებს თხრიდა რა ტროლები და ბოტები და რას გვიაოდა ეს. ნუ ახლა თვითონ გამოგვიცხადა რომ მკვლელი გენერალური პროკურორი ყავს. ნუ ყველამ ვიცით რომ სასამართლო არის უსამართლო და მურუსიძის მართული რომელიც არის ყველა ხელისუფლების შნირი და სიამოვნებით შეუძროვა ახალ ხელისუფლებას ოღონ იყოს თვითონ ბედნიერი. არც შეცხვება, არც სამართალს დაედიდება, სიამოვნებით შეუძლება თუკი ადამიანები ხელისუფლებას მიივცეთ საშუალებას მურუსიძე შეიძრინოს. სიამოვნებით შეუძლება უკანარში და ალბათ დადგება დრო და მე გვეტყვი რომ ჩინჩალაძეს ან მურუსიძესაც აქვს დაკვეთა გაცემული მკვლელობაზე. ან თვითონ მოკლა. ნუ აქედან ყველაფრიდან გამომდინარე აი თუნდაც ახლა ვინმეს გაუკვირდეს მე ვთვლი რომ ლილვაშვილი იქნება ეს თუ ნებისმიერი დღეს დაჭერილი ხელისუფლების წარმომადგენლები არის შეჩევითი სამართლის მსხვერპლი. მინდა რომ ლილვაშვილიც მადე დააფეთქებული აგავი რასაც აფუჭებდა და რასაც დაებიან იმას ახლაც კი აფუჭებს ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვაც აფუჭებდა და თან ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული ლილვაშვილი იქნება ეს თუ სხვა რადევიჩი ლილვაშვილი ყველა არის შეჩევითი სამართლის მსხვერპლი. მე მხოლოდ ვენდობი იმ სასამართლოს რომელსაც ადამიანების მაქსიმალური მოსახლეობის მაქსიმალური დობა ექნება და მართლა იქნება სამართლიანი. აი ასეთი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი იქნება ჩემთვის ის განაჩენი რომელსაც ვაღიარებ. ამ სასამართლოს რა უნდა გამოიტანოს განაჩენი რომელიც ვაღიარებ. მე არც ერთს არ ვაღიარებ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ რა ვიცი ახლა თხოვე ერთ-ერთი ლევანი არის იურისტი მას თხოვე რომ მემორანდუმი გააკეთოს და ყველა ადამიანი ვინც ამ ხელისუფლების დროს იყო დაკავებული იხდიდა ან ჯარიმა გადაიხადა ან რამეთი იმას შეზღუდენ სასამართლომ ყველანი გამოაცხადოს შერჩევითი სამართლის მსხვერპლი თუნდაც ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი რომელსაც იჭერენ და რომელსაც კიდევ დაიჭირავენ. მე რა რომ მე ვიცი რომ ის დამნაშავეა. ეს ვანიშნავს რომ ის დამნაშავეა რაც დამნაშავე არის ის როცა სასამართლო გამოაცხადებს მას დამნაშავედ მანამდე ყველას გვაქვს პრეზუმპციის უფლება. მაგრამ არც ერთი არა ვარ დამნაშავე. ამიტომ ვაპირებ მემორანდუმის დაწერას რომელზედაც ვეცდები რომ მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი ყველა არასამთავრობო ყველა დაინტერესებულ ადამიანმა და ყველა პატიმარი გამოაცხადოს შერჩევითი სამართლის მსხვერპლად რაც მოგცემს საშუალებას რომ გავზადოთ პროტესტის მონაწილეები გავზადოთ თვითონ პატიმრების განწყობების შევცვალოთ და ისინი დავრაზმოთ გავზადოთ მათი მშობლების პროტესტში მონაწილეობა და ამნაირი მემორანდუმების გაკეთება შეიძლება ფერმერებზე ბანკით დაზარალებულებზე ჩვენ ადამიანებს უნდა შევთავაზოთ თუ რა სარგებელი ექნება მათ ამ ხელისუფლების სვლით სანამ ამაში არ დავარჩუნოთ მოსახლეობის რაღაც ნაწილს მანამდე გამარჯობა ჩემი აზრით არ იქნება. მადლობ ყურადღებისთვის.